1166 წელს მეფე გიორგი მესამე და მისი მეუღლე ბურდუხანს ქალიშვილი თამარი შეეძინათ. გიორგი მეფემ თავისავე სიცოცხლეში იგი მეფედ გამოაცხადა. დიდებულებმა ფიცი დასდეს და მუხლი მოიყარეს 12 წლის მონარქის წინაშე. მამაშვილი 5 წლის მანძილზე განაგებდა სამეფოს. 1184 წელს მეფე გიორგი გარდაიცვალა და საქართველოს ერთ-ერთ ბრძანებლად და პატრონად 18 წლის თამარი იქცა. ქვეყანამაც ერთგულად და სიყვარულით მიიღო მზემზეთა და ნათელი ნათელთა. განიხარა სრულიად საქართველო. ხელისუფლების სათავეში მოსვლა თამარმა საღვთო საქმით აღნიშნა. მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზეც შეკრებილ მღვდელთა ვართა და მამათა სიმრავლეს მან დაბლად მიმართა. მღვდელობამ და დიდებულებმა თამარს მოსთხოვეს დაქორწინებულიყო და სასიძოდ შეერჩია რუსი უფლისწული გიორგი ბოლოუსკი. მეფემ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ ქვეშევრდომმა არ შეისმინეს მეფის სიტყვა და მალე გიორგი ბოლოუსკი საქართველოში ჩამოიყვანეს. პირშვენიერ გიორგი რუსს არც ვაჟკაცობა და სიმამაცე აკლდა. მისი წინამძღოლობით ქართველთა ლაშქარი მუდამ გამარჯვებული ბრუნდებოდა. საუბედუროდ გიორგი მალე გამოამჟღავნა თავისი ავიზნე. 2 წელიწადნახევარით მდგა. ამიტომ თამარმა ყურად იყო მამიდის რუსუდანის რჩევა და ჯვარი დაიწერა გიორგი პირველი შთამომავალზე დავით სოსლანზე. დავითი რუსუდანის გაზრდილი იყო გვარად ბაგრატიონი. 93 წელს თამარს და დავითს შეეძინათ ვაჟი, სახელად გიორგი. 1100 მომდევნო 1184 წელს ასული შეეძინა თამარის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია. დღემდე საიდუმლოებითაა მოცული თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელი. ზოგიერთი ისტორიული წყარო თამარ მეფის საძვალედ გელათს ასახელებს, ზოგიც იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. ერიც ლეგენდებით ამკობს თავისი უდიდესი მონარქის მონატრებასა და ამით გამოხატავს ოცნების კავშირს წმინდა გვირგვინოსან მეფესთან და იმდროინდელ საქართველოსთან.